აშვებს DEA-ს ბრაზილიაში და ლულას პანიკაში აგრდებს პლანალტოზე, რადგან ვაშინგტონმა გახსნა ფრონტი, რომლის შეჩერებასაც ბრაზილიის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა. PCC-სა და კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების შიდა საუბრებიდან გადავიდა შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული მანქანის რადარზე. ძალაუფლებით რომ დააკვირდეს ფულს, დაბლოკოს ქონება, გადაამოწმოს ინფორმაცია, დააწვეს ბანკებს და დაუმიზნოს ოპერატორებს, რომლებიც ბრაზილიას იყენებენ როგორც საერთაშორისო დანაშაულის პლატფორმას. ამ პარასკევს დილით 2026 წლის 29 მაისს ბრაზილია იღვიძებს უზარმაზარი პოლიტიკური პრობლემით. ტრამპმა არ დაელოდა ლულას, რომ მას თამაში ეხელმძღვანელა. მარკო რუბიომ გაფრთხილება მაგიდაზე დადო და DEA-ს მეტი სივრცე ეძლევა მოქმედებისთვის თანამშრომლობის, დაზვერვისა და გამოძიების მის მიმართულებით ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ ქსელებზე. ვინ შეაჩერებს ამ წინსვლას ახლა? რატომ გამოეხმაურა პლანალტოს შიშით? როგორ აპირებს ლულა ახსნას, რომ ებრძვის დანაშაულს, მაშინ როცა ცდილობს შეაჩეროს ამერიკული დახმარება? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ვაშინგტონის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი აგენტები მართავენ ფედერალურ პოლიციას ბრაზილიის შიგლით, მაგრამ ეს ნიშნავს რაღაცას, რაც პლანალტოს ბევრად უფრო აშინებს. შეერთებული შტატები იცხებს ბრაზილიის ორ უდიდეს დაჯგუფებას საერთაშორისო უსაფრთხოების საფრთხე დახმად. ეს ცვლის გამოძიებების მნიშვნელობას, ამ ქსელების ფულთან მოფხრობას და საუბარს ბანკებთან, პორტებთან, აეროპორტებთან და ოპერატორებთან, რომლებიც საეჭვო მარშრუტებზე ჩნდებიან. DEA უკვე მოქმედებს ამერიკის ტერიტორიის გარეთ რეგიონული ოფისების, მტკიცებულებების გაცვლის, დაზვერვის, ტრენინგებისა და ორმხრივი გამოძიებების გზით. ეხლა ბრაზილია ერთვება ამ დებატში ვაშინგტონის პირდაპირი ყურადღების ცენტრში. ახალი ფაქტი არის პრაქტიკული ეფექტი ნარკოტრაფიკთან ბრძოლის სტრუქტურაზე. ტრამპმა პოლიტიკური გზა გახსნა, რომ ამერიკის ანტინარკოტიკული სააგენტო ზეწოლას ახდენდეს იქ, სადაც ლულას მთავრობა ტონს ამცირებდა. DEA-ს არ სჭირდება ქუჩაში სირენით გამოჩენა, რომ ზიანი მიაკენოს. ის მოქმედებს ფულზე, მარშრუტებზე, თანამშრომლობის მოთხოვნებზე, მონაცემთა ბაზებზე, იმ სახელებზე, რომლებიც ბრაზილიის გარეთ ტრიალებს და კავშირებზე იმ ქსელებთან, რომლებიც ნარკოტიკებს საერთაშორისო ბაზრებზე აწვდიან. ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გრძნობს დარტყმას, რადგან ლულას და მისი მოკავშირეების რეაქცია არ დაწყებულა PCC-სა და კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ ზეიმით. დაიწყო ჩარევის შიშით, სუვერენიტეტის კრიტიკით და ვაშინგტონის პრობლემად წარმოჩენის მცდელობით. სწორედ აქ პოულობს მემარჯვენეების საბრძოლო მასალას. როდესაც მთავრობა უფრო მეტად ამერიკული ზეწოლის გამო წუწუნებს, ვიდრე მიესალმება ასეთ მექანიზმს იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ტერიტორიებს აკონტროლებენ, ფულს ათეთრებენ და სახელმწიფოს ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებრივი აღქმა დამანგრეველი ხდება. ტრამპი ჩდება როგორც ის, ვინც ცნეხს აძლიერებს. ლულა ჩდება როგორც ის, ვინც ცდილობს ახსნას, რატომ შეიძლება ეს ცნეხი საშიში იყოს. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბრაზილიური ორგანიზაციები ბრაზილიაში ყველაზე ძალადობრივებს შორის არიან. მათი ქსელები რეგიონში ვრცელდება და აშშ-მდეც აღწევს. მესიჯი მარტივია. თუ ნარკოტიკი გადაკვეთს საზღვარს, თუ ფული ბანკში გადის, თუ ოპერატორი მოგზაურობს, თუ ფიქტიური კომპანია რადარის მიღმა რესურსებს ამოძრავებს, პრობლემა უკვე მხოლოდ ბრაზილიური აღარ არის. დანაშაული საერთაშორისო ხდება. და ტრამპმა გადაწყვიტა, რომ პასუხით საერთაშორისო გაეხადა. ლულამ სცადა დაემტკიცებინა, რომ დაჯგუფებებთან ბრძოლთან ბრძოლა მხოლოდ ბრაზილიის მთავრობის გადასაწყვეტია. ფრაზა შეიძლება კარგად ჟღერდეს საარჩევნო სიტყვაში, მაგრამ ძალას კარგავს, როცა მოქალაქე უყურებს რიო-დე-ჟანეიროს, სან-პაულუს, საზღვრებს, ციხეებს, პორტებს და იმ თემებს, სადაც პარალელური ძალა წესებს ადგენს. თუ ბრაზილიის სახელმწიფოს ეს პრობლემა დამოუკიდებლად გადაეჭრა, ვაშინგტონს არ ექნებოდა ასეთი ძლიერი პოლიტიკური სივრცე ამ დებატში შესასვლელად. სელსო ამორიმმა სცადა საგანგებო გამოსავლის მოძებნა. მან აღიარა თანამშრომლობის მნიშვნელობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფულის გათეთრება და იარაღით ვაჭრობა, მაგრამ უარყო ნებისმიერი მცდელობა ეს ზომა უცხოური ჩარევის საბაბად გამოყენებულიყო. ეს განცხადება აჩვენებს, რამდენად დიდია დისკომფორტი მთავრობის შიგნით. პლანალტო აცნობიერებს, რომ ღიად ვერ იტყვის, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ თანამშრომლობის წინააღმდეგია, მაგრამ ასევე არ სურს ტრამპს მისცეს იმის სიმბოლური აღიარება, რომ სწორედ თეთრი სახლი იყო, რომელმაც ბრაზილიის ყველაზე დიდ დაჯგუფებებთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი ინიციატივა გამოავლინა. DEA-ს ჩართვა ამ თამაში ძირითადად დაჯგუფებების ფინანსურ რესურსებს უმიზნებს. ბრაზილიაში ბოლოდროინდელმა გამოძიებებმა უკვე გამოავლინა თაღლითობის ქსელები, ფულის გათეთრება, კომპანიები, რომლებიც საფარად გამოიყენება და პარალელური ფინანსური სტრუქტურები, რომლებიც დანაშაულთან არის დაკავშირებული.
ბრაზილიის ხელისუფლებამ გამოავლინა ფინტექ კომპანიები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2021-სა და 2022 შორის, დაახლოებით 26 მილიარდი რეალის გადაადგილებაში. ეს რიცხვი ხელს უწყობს ახსნას, რატომაც უხებს ამერიკული მხარის მოქმედება. ჩვენ მხოლოდ ნარკოტიკების გასაღების პუნქტებზე, იარაღზე, ფაველაში ან ტერიტორიისთვის ბრძოლაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფულზე, რომელიც ბრუნავს ფინანსურ სისტემაში, საწვავში, ვაჭრობაში, კომპანიებსა და ტრანსპორტში. ოპერატორი, რომელიც ბრაზილიის გარეთ ანგარიშს იყენებს, შეიძლება სამიზნე გახდეს. შუამავალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს, შეიძლება შესვლა აუგრძალონ. ბანკს, რომელიც საეჭვო სახსრებს გადააწყდება, შეიძლება დაევალოს დაბლოკვა და შეტყობინება. კომპანია, რომელიც კრიმინალურ ქსელთან კავშირში ჩანს, შეიძლება ბიზნესსა და კრედიტზე ცდომა დაკარგოს. პლანალტოზე შიშის მიზეზი ასევე საარჩევნოა. ფლავიო ბოლსონარომ თეთრ სახლში იმყოფებოდა, ტრამპს ესაუბრა და განაცხადა, რომ სთხოვა მკაცრი პოზიცია PCC-სასა და კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი გაატარა. მემარჯვენეებისთვის სურათი ნათელია. სანამ ლულა ჩარევის რისკზე საუბრობდა, ფლავიო სასამართლოს იცავდა. ასე შეშუთან, ევროპასთან, ისრაელთან და არგენტინასთან ერთად, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დაჯგუფებებს, რომლებიც უკვე ტრანსნაციონალურ პრობლემად იქცნენ. თავრობა შეიძლება ეცადოს ამას პოლიტიკური გამოყენება დაარქვას, მაგრამ საზოგადოებრივი უსაფრთხოება უკვე ცენტრალური თემაა მილიონობით ბრაზილიელისთვის, რომლებიც შიშში ცხოვრობენ და ხედავენ, როგორც წინ მიიწევს დანაშაული. 2026 წლის 5 ივნისიდან სიტუაცია კიდევ უფრო მგზნობიარე ხდება, რადგან უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება ძალაში შევა ამერიკულ სისტემაში. ეს ზრდის იურიდიულ რისკს მათთვის, ვინც დახმარებას გაუწევს, რესურსებს გადაადგილებს, ბიზნესს გაამარტივებს, ან ამ ქსელებისთვის ხიდის როლს შეასრულებს. სანქცია ვრცელდება ამერიკული კანონების ფარგლებში, ამერიკულ ბანკებში, ვიზებზე, სიებში და გამოძიებებში, რომლებიც საზღვრებს ცდება. ვინც ფიქრობდა, რომ PCC-სა და კომანდო ვერმელიოს მხოლოდ როგორც ადგილობრივ პრობლემას უნდა შეხედოს, ტრამპმა ამ საკითხს საერთაშორისო ბეჭედი დაასვა. ლულას თავრობა კუთხეში აღმოჩნდა, რადგან ნებისმიერი გადაჭარბებული რეაქცია შეიძლება ფრაქციების ირიბ დაცვად აღიქმებოდეს. არ არსებობს კომფორტული პასუხი, როდესაც თეთრი სახლი იკავებს იმ სივრცეს, რომელიც ბრაზილიის ხელისუფლებამ ღიად დატოვა. ტრამპმა ეს კარგად გაიგო. DEA ამ მექანიზმის ტექნიკურ ნაწილად შემოდის, მაგრამ ეფექტი პოლიტიკურია. ლულასთვის ეს ანგრევს მცდელობას, რომ საკითხი მხოლოდ ბრაზილიის შიდა დებატად იქცეს. ტრამპისთვის ეს ძალის დემონსტრაცია. აჩვენოს, რომ როდესაც დანაშაული საზღვარს კვეთს, ვაშინგტონი ბიუროკრატიას კვეთს. ეხლა პლანალტოს მოუწევს არჩევანის გაკეთება. ითანამშრომლოს შეტევასთან, რომელსაც ვერ აკონტროლებს, თუ მას წინააღმდეგობა გაუწიოს და გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. ფედერალური პოლიცია, იუსტიციის სამინისტრო, იტამარატი და დიპლომატიური სფერო მოუწევთ გაუმკლავდნენ მოთხოვნებს, გაფრთხილებებს, ინფორმაციასა და ზეწოლას, რომელიც გაიზრდება. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს იმ სახეების ჩამონათვალში შეყვანა, რომლებიც ლულასთან შეხვედრას გეგმავენ, ლულას ჩათვლით, რომ დეპორტაციები, ბანკებისთვის გაფრთხილებები, ერთობლივი ოპერაციები და მეტი ზეწოლა ნარკოტრაფიკის მიერ გამოყენებულ მარშრუტებზე. ლულა ბანკებზე, ერთობლივი ოპერაციები და მეტი ზეწოლა ნარკოტრაფიკის მარშრუტებზე. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია, რომ შენ იყო ინფორმირებული სიმართლით ყოველდღე. ლულას პრეზიდენტის მულები. ლამაზად გამოფენილი. ლულა, პრეზიდენტის შეკრება. ვიდეოში დაალაიქე ეს ვიდეო. გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო კარგად იყო ჩართული ლულას თემაში. გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო კარგად იყო ჩართული ალვესის საზოგადოებაში.